გამარჯობა, მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარ და ვტ საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. პოლიტიკოსზე, ჟურნალისტსა და დემონსტრანტებზე ძალადობის გახმაულებულ საქმეებზე ეჭვმიტანილები დააკავეს. ტროტუარზე დგომისთვის დაკავებების ახალი ტალღა. საქართველოს მთავრობის შეცვლილი რიტორიკა უკრაინასთან მიმართებით. პროკურატურამ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე, დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა. ცნობილია, რომ მათ შორის 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელია. 5-დან 2 ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე პატიმრობაშია. განცხადება გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. უფრო კონკრეტულად, 5 ბრალდებულიდან 2 მათგანი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. ხოლო 3 ბრალდებული დღეს დავაკავეთ. ცირეხნიანი პაუზის შემდეგ პოლიციამ ტროტუარზე დგომისთვის დაკავებებიც განაახლა. ილიაუნის კიბეზე ბორკილები დაადეს და თანაკურსელების თანდასწრებით პოლიციის მანქანაში ჩასვეს სტუდენტი ანი ფრიდონაშვილი. ორდღიანი პატიმრობა მოსამართლეს ზვიად ეკავა, მას გასული წლის 17 დეკემბერს რუსთაველზე აქციისას ტროტუარზე დგომისთვის შეუფარდა. ანი ფრიდონაშვილის მსგავსად 2 დღით დააპატიმრეს კიდევ 3 მოქალაქე. მათგან ერთ-ერთი თამუნა გიორგაძე 500 დღიანი პროტესტის აქტიური მონაწილეა და ბოლო დაკავებისას იზოლატორიდან ფოტოს გამოგზავნად შეძლო, რადგან პოლიციას ტელეფონის ჩამორთმევა დაავიწყდა. თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სტუდენტების დაპატიმრების გამო საპროტესტო ბანერები გამოჩნდა. ერევანში პირისპირ შეხვედრის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბოჭორიშვილის უწყების ინფორმაციით საუბრის ინიციატორი კვლავ უკრაინული მხარე იყო. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, ასევე ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას. განცხადებას ავრცელებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც. ანდრი სიბიჰა კონსტრუქციულ დიალოგზე საუბრობს და ამბობს, რომ შეთანხმდნენ ურთიერთობის ნორმალიზების საერთო ინტერესზე. საქართველოს ურთიერთობის ტენდენციის ცვლილებაზე ვტ საქართველოს ნიუსი ქართველ და უკრაინელ ექსპერტებთან ისაუბრებს. ჩვენი პირველი სტუმარი დიპლომატი 1994-98 წლებში უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილია. გამარჯობა ბატონო ვალერ. ვხედავთ, რომ ერევანში სამიტის შემდეგ ურთიერთობა გააქტიურებულია უკრაინასა და საქართველოს შორის. რა შეიძლება იყოს ამის რეალური მიზეზი? დიახ, გააქტიურებულია. თან ეს არ გამოიხატა მარტო შეხვედრაში ზელენსკის და კობახიძის, შემდგომ შედგა სატელეფონო საუბარი, რაც იმაზე მიუნიშნებს, რომ ორივე მხარე პრინციპში მზად არის იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები ჩიხიდან გამოიყვანოს. უკრაინელებს თავისი მიზეზები აქვს ამისთვის და ქართულ ოცნებას ალბათ თავისი მიზეზი. უკრაინელების მიზეზები შეიძლება ახსენოთ შემდეგნაირად, რომ უკრაინა როგორც ომში მონაწილე ქვეყანა არის დაინტერესებული, რომ აღმოფხვრას ნებისმიერი საშუალება რუსეთისთვის, რომ მან სანქციებს გვერდი აუაროს. ერთი, მეორე, ალბათ ზელენსკი არის დაინტერესებული ბატონი მიხეილ სააკაშვილის ბედით, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე და მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა აქვს. მესამე, შეიძლება იყოს მოლაპარაკების თემა ან უკრაინელების ინტერესი საერთაშორისო ორგანიზაციის სუამის გააქტიურება და ეფექტიანობის გაზრდა, რომლის შტაბინაც კიევშია. და მეოთხე, შესაძლოა ევროპელები, რომლებიც ასევე ვთქვათ, არ არიან კმაყოფილები იმ მდგომარეობით, რაც არის საქართველოსთან შექმნილი, ცდილობენ უკრაინის მეშვეობით რაღაც მოშინჯონ, რაღაც ახალი კომპონენტები საიმისოდ, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდეს. ხოლო ქართულ ოცნებას, საქართველოს მთავრობას, ალბათ აქ უკეთესად გააზრებული, რომ რუსეთის გავლენები მცირდება საქართველოში და მათ შორის რეგიონში და ამასთან დაკავშირებით ალბათ თვლიან, რომ დროა გადაალოგონ საკუთარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და გააჩინონ მეტი მანევრის საშუალება დიპლომატიაში. მე ვფიქრობ, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, უნგრეთში რუსული გავლენების დამარცხების შემდეგ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რამაც უბიძგა ქართულ ოცნებას გადაედგა ეს ნაბიჯი?
ნუ არა მხოლოდ ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, მაგრამ მე ვფიქრობ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს მთავრობაზე იმ გაბედულმა პოლიტიკამ, რომელსაც ახლა აწარმოებს სომხეთი. და მისი დრეიფი რუსეთიდან ევროკავშირის მიმართულებით, ვინაიდან სომხეთი გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაშია, მათ შორის ეკონომიკური დამოკიდებულების ხარისხის გათვალისწინებით რუსეთზე, ვიდრე საქართველო. და ამ მანევრს, ესე იგი, დიპლომატიური მანევრის შესაძლებლობებს სომხეთი პრაქტიკულად თვითონ აჩენს. და ჩვენ ეს ისედაც გაგვაჩნდა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების ხარისხიდან გამომდინარე ევროკავშირსა და ამერიკასთან. ჩვენ ეს დავკარგეთ და თუ როდესმე არის დრო იმისთვის, რომ ეს ჩვენ აღადგინოთ, არის ზუსტად დღეს. შესაძლოა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა უკრაინასთან მიმართებაში. ბატონო ვალერ, ზოგად სურათს რომ შევხედოთ, ქართული ოცნების წარმომადგენლები ესწრებიან საერთაშორისო სამიტს, ხვდებიან ევროპის ლიდერებს, ქვეყანაში დაბრუნებულები კი ეხმაურებიან ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებს, მკაცრ განცხადებებს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება შევაფასოთ ეს სურათი? თქვენ სწორედ შენიშნეთ, საგარეო პოლიტიკა ჩვენთან არის საშინაო მოხმარების და საგარეო მოხმარების. ხო და ნუ მე ვფიქრობ დრო დადგა იმისთვის, რომ შესაბამისი ცვლილებები მოხერხდეს ქართულ რეალობაში, თუმცა გამოსვლებიც, აი მაგალითად დღევანდელი გამოსვლა საპარლამენტო ასამბლეაზე ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ბატონი შალვა პაპუაშვილისაც ისევე იყო რაღაც გაჯერებული წინააღმდეგობრივი გზავნილებით, ერთის მხრივ მშვიდობა, ასე ვთქვათ, სტაბილურობა და დაკავშირებადობა, შუადერეფანი პროექტები, მეორეს მხრივ გვერდი აუარა ყველანაირად რეალობას, რომელიც შექმნილია ჩვენს დიდ რეგიონში, შავი ზღვის დიდ რეგიონში და გვერდი აუარა იმ საფრთხეებს და ამ საფრთხეების გენერირების წყაროებს, რომელიც ნათლად არის განლაგებული მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში. ამიტომ მეტი თანმიმდევრულობა, მეტი მემკვიდრეობითობა და პროგნოზირებადი ხასიათი, ეს არის ის სამი თვისება, რომელთაც პრინციპში ფასობს ნებისმიერი დიპლომატია და რაც ძალიან აკლია დღეს ქართულ დიპლომატიას. თუ ამ მიმართულებით მოხდა რაღაც რესტრუქტურირება ჩვენი, ასე ვთქვათ, ქმედებების, იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და საკუთრივ ქართული ოცნებისთვის. როგორ აღიქმება უკრაინაში ქართული ოცნების განცხადებები და რას ფიქრობენ კიევში დიპლომატიური ურთიერთობის გააქტიურებაზე? ჩვენს ეთერში უკრაინელი დიპლომატი ვადიმ ტიუხანი საუბრებს. Mr. Tjuhan, welcome to VT საქართველოს News. ბატონო ტიუხან, მოგესალმებით VT საქართველოს News-ის ეთერში. იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება აღქმულია როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი და რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში ხელშემწყობი, რა შეიძლება ნიშნავდეს ურთიერთობის აღდგენის ეს მცდელობა? ყველაფერი ძალიან მარტივია. უკრაინა ებრძვის თითოეული ქვეყნისთვის, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომაც ეს იყო ძალიან შესაბამისი დრო პრემიერ-მინისტრთან სასაუბროთ და იმისთვის, რომ სულ მცირე გარკვეული ურთიერთგაგებისთვის მიგვეღწია და დაგვერწმუნებინა იგი, რომ დროა აღარ დაუჭიროს მხარი რუსეთის აგრესიას, აღარ გამოიყენოს უკრაინა საკუთარი მოქალაქეებისთვის საფრთხის წარმოსაჩენად, არამედ განიხილოს უკრაინა როგორც პარტნიორი. უკრაინა ყოველთვის მეგობრული ქვეყანა იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. უკრაინასა და ქართველებს შორის ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობები არსებობდა და ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ მეგობრობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა საქართველოსთან. არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური დასუსტების ფონზე თბილისი ცდილობს უკრაინის მიმართ თავისი პოზიციის კორექტირებას. ხედავთ თუ არა ასეთ ცვლილებას? სინამდვილეში მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის ზომას. უკრაინა ძალიან პრაგმატული ქვეყანაა და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ისეთი პატარა ქვეყნებიც კი, როგორიცაა ლიხტენშტეინი ან ლუქსემბურგი, მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. საქართველოს დიდი ქვეყანა არ არის, თუმცა ის მდებარეობს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და რუსეთს შორის და სწორედ ამიტომ აქვს მას მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ რთულ და დელიკატურ მდგომარეობაში იმყოფება.
გულწრფელად რომ ვთქვა, თქვენი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის მოტივაცია ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენი მოტივაცია ძალიან მარტივია. გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს და გავიმარჯვოთ რუსეთთან ომში. The Ukrainian side has mentioned that უკრაინული მხარე აცხადებს, რომ გადაუჭრელი საკითხები კვლავ არსებობს. რა არის დღეს მთავარი პრობლემა თბილისსა და კიევს შორის? უკრაინის ახალი ელჩი საქართველოში უკვე დანიშნულია, თუმცა ის ჯერ ქვეყანაში არ ჩამოსულა. დიპლომატიურ ენაზე რას ნიშნავს ეს? What does this mean? Why his arrival is being delayed? By the way, I know very well Mr. Brodovich. We used to be. რაც შეეხება ელჩს, ბატონ ბროდოვიჩს მე ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით საგარეო საქმეთა სამინისტროში. ის ძალიან გამოცდილი და ბრძენი დიპლომატია. ვფიქრობ, ასეთ მგრძნობიარე და რთულ პერიოდში მისი უკრაინის ელჩად დანიშნა საქართველოში ძალიან სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება იმას თუ რატომ არ იმყოფება ის ჯერ კიდევ საქართველოში. გულწრფელად რომ თქვა, არ ვიცი. შესაძლოა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უნდა გადაწყდეს საქართველოს ელჩთან დაკავშირებით, რომელიც ასევე არ იმყოფება კიევში. ზუსტად ვერ გეტყვით. თუმცა ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ უკრაინა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება. აუცილებელია ყველა იმ საკითხის მოგვარება, რომელიც ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არსებობს, რათა აღდგეს ნორმალური და კარგი ურთიერთობები და უკრაინის ელჩი დაბრუნდეს საქართველოში, ხოლო საქართველოს ელჩი უკრაინაში. ბერლინში 8 და 9 მაისისთვის საბჭოთა და რუსული სიმბოლიკის გამოყენება აიკრძალა. შეზღუდვები საბჭოთა სამხედრო მემორიალებთან იმოქმედებს. გერმანიის პოლიციის გადაწყვეტილებით აკრძალულია საბჭოთა და რუსული დროშები, გეორგიევსკის ლენტები, სიმბოლოები Z და V. ასევე რუსეთის ომის მხარდამჭერის სიმღერები და ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს განადიდებს. შეზღუდვები ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, გარდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა. 9 მაისისთვის მზადება გრძელდება მოსკოვში, სადაც რუსეთის მიერ დუმილის რეჟიმის დარღვევის შემდეგ უკრაინამ დრონებით მორიგი იერიში განახორციელა. სულ ქვეყნის თავზე 300 უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა. უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა პერმში და დააზიანა ერთ-ერთი საწარმო. დრონი ჩამოვარდა ბელგოროდის ოლქში, სადაც იერიშს ერთი ადამიანი ამსხვერპლა, 2 კი დაშავებულია. იერიშების საფრთხის გამო რუსეთის ხელისუფლებამ 9 მაისს მოსკოვში მობილური ინტერნეტის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქში პატრულირება პოლიციასთან ერთად უკვე დაიწყეს როსგვარდიის სამხედროებმაც. ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში კიევის დაბომბვით იმუქრება საგარეო საქმეთა სამინისტრო. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა კიევის რეჟიმის მხრიდან მოსკოვზე დარტყმის მუხარებთან დაკავშირებით. ყველა რუსისთვის წმინდა დღესასწაულზე, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას, თქვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას მკაცრად მოუწოდებს, ამ განცხადებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოს და უზრუნველყოს დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების პერსონალის და მოქალაქეების კიევიდან დროული ევაკუაცია. რუსული ეკონომიკის გავლენა საქართველოში იზრდება. ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა ეტაპობრივად რუსეთის ბაზარზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება. ავტოექსპორტიდან ღვინომდე და ტურიზმიდან სასმელების ბაზრამდე სპეციალისტები გაფრთხილებას აკეთებენ, რომ ეკონომიკური კავშირები შესაძლოა პოლიტიკურ ბერკეტებად იქცეს. რა რისკებს ხედავენ ანალიტიკოსები და რამდენად მოწყვლადია საქართველოს ეკონომიკა მოსკოვის შესაძლო ახალი ემბარგოს წინაშე. ნახავთ ჩვენ სიუჟეტში. მახტიბექი ყირგიზია. ის საქართველოდან ავტომობილების იმპორტს უკვე 6 წელია ეძება. მისი ავტომზიდი ამჯერადაც სრულად დატვირთულია და დოკუმენტაციის მოწესრიგებისთანავე კახეთისკენ, ლაგოდეხის გამშვები პუნქტისკენ დაიძვრება. Азербайджан, Дагестан, через Россия. აზერბაიჯანი, დაღესტანი, რუსეთი და შემდეგ ყირგიზეთი. ეს არის ჩემი მარშრუტი. რუსები ყიდულობენ მანქანებს. მე ახლა ბიშკეკში მივდივარ. რუსები ბევრ მანქანას ცალკე ყიდულობენ საქართველოში. ლაგოდეხის საზღვრით მივდივარ ყაზახეთში. მე მთელ მსოფლიოში დავდივარ. ყაზახეთში, რუსეთში, ამ ეტაპზე საქართველოს ყაზახეთის მიმართულებაზე ვარ. ყაზახეთში რუსეთის გავლით შევდივარ. მე არ მაინტერესებს სად გაიყიდება, ჩემი პრობლემა არ არის. სადაც სურთ, იქ გაყიდიან. მე წერტილიდან წერტილზე ვმოძრაობ. იქ სად გაყიდიან, მე არ ვიცი. ყირგიზეთი და ყაზახეთი საქართველოდან მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია.
ბოლო წლებია უცვლელად იკავებენ პირველ და მეორე ადგილს ავტოექსპორტშიც. 2005 წელს ყირგიზეთში 1,4 მილიარდი დოლარის ღირებულების 41,000 ავტომობილი გავიდა. თუმცა ყირგიზეთის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით ქვეყანაში საქართველოსდან მხოლოდ 25 მილიონი დოლარის ავტომობილები ჩავიდა. ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამას აქვს შემდეგი, რომ მანქანა, რომელიც გავა და შევა რუსეთის ტერიტორიაზე, აღარასდროს აღარ მიემართება ყირგიზეთისკენ, რჩება რუსეთში, ჩვენი ეკონომიკა უფრო და უფრო ხდება რუსეთზე მიბმული, რუსეთზე დამოკიდებული და შესაბამისად უკვე პოლიტიკაზეც გავლენის მომხდენი შეიძლება აღმოჩნდეს. ავტოიმპორტის გარდა ყოველწლიურად იზრდება სხვა სექტორების დამოკიდებულებაც რუსულ ბაზარზე. საქართველოში ჩამოსხმული 3 ბოთლი ღვინოდან 2 რუსეთში გადის გასაყიდად. მზარდია მონაცემები სხვა სპირტიანი და არაალკოჰოლური სასმელების ექსპორტშიც. კრიტიკულად მაღალია ეს დამოკიდებულება, იმდენად, რამდენადაც დაახლოებით 50%-ზე მეტი მოდის რუსეთის ბაზარზე. სპეციალისტები ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდასთან ერთად გაზრდილ რისკებზე საუბრობენ. კრემლი ეკონომიკურ საფუძვლებს უკვე იყენებს სომხეთის წინააღმდეგ. ერთი კვირის წინ სომხეთიდან რუსეთში მინერალური წყლის ექსპორტი შეჩერდა. რა დაემართება საქართველოს ეკონომიკას, თუ კი რუსეთი ისევ გადაწყვეტს და საქართველოს ემბარგოს დაუწესებს? კოლაფსი, ეს იქნება უდიდესი დარტყმა ძალიან ბევრი სექტორისთვის, რომელიც მთლიან ეკონომიკას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოაქცევს ისეთი დარტყმის ქვეშ, რომლიდანაც გამოსვლა ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. ჩვენი ეკონომიკა არის სტეროიდებზე რუსულ-უკრაინის ომისგან გამომდინარე. ეს მორჩება და დადგება ეს გამოფხიზლება და ეს გამოფხიზლება იქნება ეკონომიკურად ძალიან მტკივნეული. საქართველოში შემოსული ყოველი მეხუთე ტურისტი რუსეთის მოქალაქეა. საქსტატის 2026 წლის 30 აპრილის მონაცემებით პირველ კვარტალში ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია, საიდანაც 200,000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები 2013 წელს აღდგა. დღეს კი წლების განმავლობაში მზარდი დამოკიდებულებით ქვეყნის ეკონომიკა ექსპერტთა შეფასებით კრემლის მარწუხებში ამოქცეული. ხვიჩა კვარაცხელია ფინალშია. ზედიზედ მეორედ ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის თასს მიუახლოვდა. PSG მიუნხენში ფრე 1-1 ითამაშა, თუმცა პირველ მატჩში გამარჯვების გამო ფინალში გავიდა. პარიზელთაგან გოლი უსმან დემბელემ კვარაცხელიას პასით თამაშის დებიუტშივე გაიტანა. მატჩის მიწურულს კი თანაფარდობა ჰარი კეინმა აღადგინა. ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნული ასისტით ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ლიგის პლეი-ოფებში ზედიზედ 7 მატჩში საგოლე მოქმედება მიითვალა. PSG-ს ფინალში გასვლა აღნიშნეს პარიზში. საზეიმო განწყობა მალე არეულობაში გადაიზარდა, რის გამოც პარიზელს სამართალდამცველებს საქმეში ჩართვა მოუწიათ. დღეისთვის სულ ეს იყო. გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევანისთვის.